ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო, გილოცავთ ჩვენს დღეს. ყველა დღე ჩვენია, ყველა დღე ადამიანების არის, მაგრამ რაღაცნაირად გულის სიღრმეში გსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ის დღე განსაკუთრებით აღინიშნება ცხოვრებაში. გილოცავენ ადამიანები, ემოცია მოდის, რომ ამბობენ ხოლმე, რომ რას მილოცავ, ისედაც ჩემი დღეა. რა თქმა უნდა, ისედაც ხო ჩვენი დღეა, მაგრამ შინაგანად ძალიან მავსებს ხოლმე, რომ ის დღე ყველა შენია, მაგრამ ის დღე უბრალოდ მეტად ემოციურია, მეტად აღნიშნავ. თორე ყველა დღე რო შენია, მაგას რა თუ უნდა თქვა ხო და გილოცავთ ისედაც ჩვენს დღეს, რომელიც ნამდვილად არის იმის ღირსი, რომ ერთი დღე რაღაცად გრანდიოზულად აღინიშნოს ხოლმე. გუშინ ვერ გადავიღიარე და ძალიან მინდოდა კადრების გადაღება. გუშინ იყო ჩემი ნათი ჩამოსული, დღეს წავიდნენ ეგ-დაკობა, რაღაცა საქმე აქვთ. ახლა და გავაკეთე ხინკალი, დავსხედით, რა ვიცი, ძალიან ბევრი ვიჭრავეთ. 5:30-ზე დავიცინეთ დილით და მე 5:30-ზე დაძინება დილით. ხო ხდებით. უბრალოდ გაგვიმართლა იმაში, რომ დასვენების დღე იყო და კიდე ენერგია მქონდა. და ბარემ რო გვეღვიძა და ბარემ საყურეს გავაკეთე, რომელიც დაწყებული მქონდა და ვერაფრით ვერ დავასრულე და მეორე, რომელიც ნათისად გავუკეთე საჩუქრად და ჩემს გონებაშიც მქონდა დალექილი ის ვიზუალი, რასაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ დიდი სიხარულით. ეს ნანახი გაქვთ წინა კარკასი და ბარემ სრულად გაჩვენებთ. ამას ბარემ სრულად გაჩვენებთ. ნახეთ როგორი ძალიან საყვარელი და ლამაზია. უკანა მხარე. აი ისეთ ადგილზე ეს პორტრეტი მომკლავს ერთი დღე. მოკლედ მე მგონი მიხვდით ვიზუალს. მე რაღაცა ძალიან ისე ვარ, რა ქვია, არ მეყუწილი. მე ქალარი განხმარი კიდე გაყინული. ნომერი 2. უმეტეს ასევე მე ძალიან მომწონს. და ვფიქრობ, ჩემსაც დავამზადება აუცილებლად. ქალბატონის სიყვარული. თქვენი აზრი გამიზიარეთ საყურესთან დაკავშირებით. ხო და ესეთი გავატანე საჩუქრა და დავამზადე მეორეც გასავედეთ. უკეთ ეს ორი მე მოდელი მაქვს, ასე ვთქვათ, სრულიად ახალი. რომელსაც მზიშუქი არ უნახავს და მე უნდა გადავუყო ფოტოები, ასევე ვიდეოები და რავი რაღაცები. ბევრი რა. ათო გახმა, ეხა ეს უფეთური ესე გამეტები. გუშინ იმიტომ გავაკეთე, დღეს მაქვს 13 საათი და ძალიან ბევრი საწერი მაქვს. ამიტომ დღეს გავაკეთე. ესეთი ცომი მოვსვიდა გუშინ. ნაცია შუქში ჩავარდა. ძალიან მაგარი ცომი მოვსვიდა. 10 წუთი ვასვენებთ მაცივარში. ორჯერ. გადაირიანდი.
თავზე ხო დაიშუკა. როგორ აკეთებ მე მითხარ მეც უნდა გავაკეთო. კი არაფერი განსაკუთრებული. მათი არის ჩემი ცხოვრების ადამიანი. აი როგორი ადამიანია, იცი? ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი ცხოვრების თანდები და თანამგზავრი და რა ყველაფერი. სამწუხაროდ ნათია ვერ განავითარა YouTube-ის არხი, რადგან არ მცალია უკვე და მე მაგდენი არ შემიძლიაო დაღლილზე კიდევ ვიღოვამოთ არ შემიძლიაო. მით უფრო რომ მონტაჟი ძალიან გაუჭირდა და ხა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ იმან მე მიგზავნოს კადრები მიაუწყო მე გადაუგზავნო. მით უფრო ხა ვერანაირად ვერ გაუგზავნი 35 და 45 წუთიან ვიდეოს აწყობილს ვერაფრით, ანუ ფიზიკურად ვერ გადაგზავნე. და არც მე მცალია გოგოებო ისე რომ თუნდაც 15 წუთიანები ვამონტაჟო, იმიტომ რომ ჩემები მილაგია და სამონტაჟები. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ კი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში ხო ვერ ისავ, ფიზიკურად ვერ ვისავ. ხო და გადავიდებითაც არიებს უნდა შეესახა მაგდენს. გუშინამ გაკოპწიალებულ თმებზე და დაყენებულ თმებზე წავიგარიბენდენა, ცომს რო ვზელავდიდან. მაიმე რომ მოვიხსენ ახლა. გალიედან გამოვარდნილი მაიმუნი ვიყავი. ძალიან ახლოს ვარ და ვერ გავაღვიძე მარიკო. დამეტკეპნა ეს თმა. დღეს კი მივხედავ, მაგრამ ნერვები ხო გინდა. ეს რა თხუ ისე მაგალ. ხო და ამიტომ ვერაფრით ვერ გამავითარებ და წყდება გული ძალიან. იმიტომ რომ ვერც დრო გამოვნახეო მაგისთვის უნდა მოკლედ რა. დიდი მადლობა ვინც ჩემი თხოვით ნაცის გვერდი გამოიწერეთ, შანსი მიეცით ამ შანსს ძალიან აფასებს უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადავითარა ეს ყველაფერი. მაგრამ გუშინ ხალხო ფრჩხილით შევასწრე კედელს. საპირფარეშოში გავარბოდი. რო დავეტაკე იმ კედელს. გრძელი ფრჩხილი რომ მქონოდა ხალხო. დღეს მექნებოდა გარდაცვალების პირველი დღე. აი, სული გამემწარდებოდა. შევასკდი ამით, კიდე კაი მოკლე მაქვს ფრჩხილი. კი მომტყდა და ხევარი, მაგრამ ამოსად გრძელი რომ მოგტყდება და შეიძლება ამძრმო და ნახევარი ფრჩხილი ესე დროშიასკდა გრძელი ფრჩხილი. ნახეთ ნუნები რა დღეში ჩავიგდე. წებოები, მერე ცომი, მერე ის დღეს უნდა გავიკეთო. ნათია გადარეულია ჩემი საყურეებით. ორი მოდელი წააცუქცუქა. ერთი აიჩო და ერთი მე გავუკეთე. ეს არის ხალხო ძალიან გემრიელი. მე ხო ქოქოსი გიჟდები და ვაფრენ და შიგნით რო ის კრემი აქვს ძალიან გემრიელია. იდეალური ამინდია. ხამე უცი მაგამოცხადებულიო და საერთოდ ხარ დავფინე მეთქი მე და არ დამისვავდეს მეთქი და აი ეს წვიმა გადაბჭყველებულია ყველაფერი. ერთი სული მაგროდის დაიწყება. ისა ეპოქსიდის მასტერ კლასი ერთი სული მაგ.
დღეს გვაქვს ბორშის დღე, რადგან მარიკოს ძალიან უყვარს გუშინ მოვიტანე ყველაფერი და რა თქმა უნდა მარიამი დამეხმარება იმაში, რომ დღეს გავაკეთოთ ბორში. დამიჭრის რაღაცებს, დამიჭრის კი არა, გამიხეხავს რაღაცებს, ტაფილოს მივცემ, ძალიან უყვარს ეს პროცესი და ჩაერთვება და ბევრის გამსმენია ხოლმე რომ დაანებებ ბავშვს და ალაგებინებზე ვიცენტრები ხა როგორ წარმოუდგენია ვინმეს რომ თქვათ გავარქვე კომპლექტ და ვეუბნები რომ კიდე თუ არ უნდა დაალაგოს ხარასისრულია ხო ჯერ ერთი ის რომ თავის ნივთები უნდა მიალაგოს ამას საერთოდ არც ჭირდება ზედმეტი საუბარი დედიკო მივალაგოთ ნივთები დასრულდა საუბარი ხო და მე თვითონ არის ბავშვი ისეთი რომ არ სიამოვნებს არეულობა და მე დედიკოს უნდა დავეხმარო და ერთად ვაკეთებთ ამას. ამაში ცუდი არაფერი არ არის ხალხო. თუნდაც ის რომ თავის წვლილს შეიტანს მაგალითად გაკეთებაში, ბორშის გაკეთებაში, ის მისთვის ისეთი სახალისო და სასიამოვნოა, რატომ უნდა მოვაკლო, უხარია, უნდა რა ვიცოდეს. მე არ მივეკუთვნები იმ დედების კატეგორიას, რომლებიც ამბობენ, რომ გათხოვდება მერეც ეყოფა. აი, საერთოდ არ მესმის ეგ. ვერ ჩავწვდი მაგ ლოგიკას, აი ამდენი წელი გავიდა, მთელი ნახევარი ცხოვრება გავიდა ლამის და ვერაფრით ვერ გავიგე ეგ რას ნიშნავს. ვერც გავიგებ. იმიტომ რომ არ ვეთანხმები, რომ ალბათ ეგ არის ხო, რომ არ ვეთანხმები. ვერ ვიგებ. ხო და გილოცავთ მოკლედ გოგოებო. წავიდი ხა მარიკოს მიხ იდეალური ამინდია, აი სასწაული ამინდი, ხია მაქვს ყველაფერი, გათხოვებს გავთიშე ცოტახანი მარიკო, ვიცოდი ჩემთან არის გადასული, მეორე ყავა დავადგი, ჩემი ქეთა უნდა ამოვიდეს, დიდი ხანი არ მინახავს, ვერ გადავეკვეთეთ ერთმანეთს, ხო და რადგან დღეს ორივე სახლში ვართ, ქეთო ამოვა ჩემთან. როგორც ყოველთვის ყავა ნაადრევად დავუტისე და ხარ მივთხარი. დავურეკე ხო და ამომირბეს რაღაცნაირი კარგი ამინდია შინაგან სიმშვიდეს რომ გისადგურებს ისეთი ნუ ხა მართალია ჭუჭელი დასარიცხი მაგრამ თმა უნდა შევიღებო დღეს როგორც ხედავთ სასოწარკვეთილებაში ვარ მართალი დამიწერეთ გოგოებო რომ ლაკი რომ გასხია ყოველდღე, ამიტომ ყოველდღე დასაბანი უნდა რა თქმა უნდა გეთანხმებით. უბრალოდ ლაკის გარეშე ჩემი თმა უბრალოდ არ დგება. შესაბამისად იძულებული ვარ, რომ ეგ მახინაციები ვატარო. აუ ნახეთ როგორი ჭაღავ ხალხო, რა გავაკეთო, ამდენი ჭაღარა რომ აქ აი მირჩით, რა გავაკეთო. ამდენი ხანი პუდრს ვიყენებდი, ხო აი რამე არ არსებობს ისეთი, რომ დიდხანს გამიძლოს. თქვენ რა სიტყვით? არ იცით რა? შევიღებავ და ვნახოთ მიზედ რო აწერია რომ თითქმის 100%-ით რო ხებავს, ერთი დავინახავ რაც შემიყევავს. კი შეღებავს, მაგრამ რამდენი ხანი გამიძლებს ეგ არის საქმე. ასე რომ გადავიღე ჩემი საყურის ვიდეო და ძალიან მომწონს. კაი დიდხანს კი ვიწვალე, მაგრამ შედეგი მომწონს. უხმოდ გაგიზიარებთ და ხმით ისედაც დაგიტებთ ოღონდ მერე. მაგრამ ამ ვიდეოში კადრები რო ნახოთ, უხმოდ აუცილებლად დავამონტაჟებ. აი, ახლა ალბათ ბევრი ხა кейფის რეჟიმში ხართ გადასულები, ემზადებით. რატომ ხას დიდი ხანია რესტორნის კარი არ შემეყვია? ნუ კორპორატულს არ რთულია ეს რაღაცა დღესასწაულებზე, მაგალითად 8 მარტი, 3 მარტი და რაღაცა. ხო და რატომ მოვდუნდი ასე ვერ გეტყვი? ერთი დღე უნდა ავტეხო ჩემი გოგოები. სხვაც არ არის. ლამაზია. წავიდეთ და გადავცეთ საჩუქარი იმ ადამიანს, ვისი დედიკოს გახარებაც მოინდომა. საყური უნდა გადავცეთ. მინდოდა კობას წაიღო, მაგრამ ძინავს და აღარ გავაღვიძე. დაღლილი იყო, ამიტომ აღარ გავაღვიძე. მარიკოსაც მიეძინა და
მიცულებული გავხდი სხეული ამეთრია და წამოსულიყავი. თანამედროვე სადინეობდი. ძალიან ბევრი საწერი მაქვს და მოკითხეს უნდა გადავცეთ. ორი კარია. სახში ესე რომ ვიყავი, არ ჩანდა რომ ინგრეოდა გარეთ და კარგად ქარია. კარგი მზეს გვიჭყუტუნებს ჯერ ისევ. საიდანაც შემალულია ცოტა. მაგრამ ქარია სასუწერ გვეთილებაში მაგდებს გებიჭვი. მაგრამ ჩემს დუტში რა გაატარებს. დედა მიშველეთ. შვიდზე უნდა შევხვდე და გადავცე. იმედი მაქვს რომ ის დედიკოს მოეწონება. იმედი მაქვს ის წითელი საყურე მოგეწონებათ თეთრში გაწყობილი ულამაზესია. ხო ერთი ულამაზია მეც კი არ მჯერა და ჩემთვის ყოველ მეზეს გარეშე უნდა გავაკეთო უბრალოდ. აი ეს წინ სვეტები რაც აქვს თეთრი ის აქვს მხოლოდ 2 და ვაიდა ეს დღები რომ მაგ საყურეზე შეკვეთა მქონდას ერთის ვერ გავაკეთებ ხო და იქ კიდე სადაც ვყიდულობ ხოლმე მაგას ცოტა პრობლემაა ეგენი რა იმიტომ რომ მალე უთავდებათ და იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ ძვირი გეს ბევრი ვერ მომაქვს სამწუხაროდ მაგ პაწაწკუნტელებაში ხარ რამდენიმე შვიდ არ ვალარს გადაიხდი ანუ ბევრი რაოდენობა ვეღარ მომაქვს თორე ნეტა მქონდეს ბევრი რაოდენობა იმედი მაქვს რომ წლები გავა და იმდეს შევძლებ რომ სადმე პაწაწკუნა სტენდი ჩავდგა ისეთ ადგილას სადაც ხალხი მოძრაობს რა თქმა უნდა ახლა ამ შოუბაში რომ დავდგა კაციშვილი არ იყიდის იმიტომ კი რომ ხალხი არ მოძრაობს იმიტომ რომ ეს ის ადგილი არ არის სადაც ბიზნესი უნდა აკეთო ხო და რა თქმა უნდა მე ძალიან კარგად ვიცი რამდენად ძვირი ეს ყველაფერი არ შესაძლოა რაღაცა სხვა გზებითაც წავიდე კაცო სხვა არ მინდა სტენდი თუ სხვა გზებითაც წავალ და მექნება ნორმალური შემოსავალი სტენდს დავივიწყე თუმცა ძალიან მინდა მაგრამ მისი ღირებულება გადასარევად ვიცი რომ ძალიან ძვირია ხო და ნახოთ რა იქნება ნახოთ ცხოვრება წინ არის რას გვიმზადებს ჩვენი ცხოვრება ნახოთ ყოველ შემთხვევაში 2026-მა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ძალიან გარდამტეხი რაც აი ნუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ნახოთ რა იქნება წინ დიდი დრო გვაქვს თავარია არ გაჩერება სულ მაგას ვიცახი ხოლმე აი YouTube-ზე ვინც იწყებს და რა ვიცი დავიწყო თუ რაღაც თუ ისრომა ყველაფერი გამოვა ცოტა ბევრი მაინც გამოვა თუ მეტ დროს დავუთმობ მეტი გამოვა თუ ცოტა დროს ცოტა გამოვა ფინანსური კუთხით თუმცა შემოსავალი რომ მოაქვს ახლა მაგას თქმა რა თქმა რამდენიც არ უნდა იყოს ასე რომ შრომა და ყველაფერი გამოვა დრო არ უნდა დავკარგო ჩას 5-10 წუთის ადრე მოვედი და ჯერ არ მოვძალება მაგრამ მოვა აი ამას სისხლი გავიშრო ჩემი ქეთო იყო მოსული ვიდეოშიც ჩანს მე მგონი ძალიან კარგი სუფრა მომიტანა რომელსაც ანბანის ასოებია წერია და ძალიან მომწონს ნამსხარი მოიტანა ვიჭორავეთ წავიდა მე იმიტომ გითხარით ადრე რომ საჩუქრები კიდე გზაშია თქო ხო და ჩემი ერთი ახლობელი მეუნება ადრეო რა იგი რა გიყვარდაო აი აქსესუარები რო ვიცოდიო მარტივი იყო რომ ვყვარს და ეხლა შენ თვითონ აკეთებ მე ვთხარი იმდენარი აქსესუარი არსებობს რომელსაც მე ვერ ვაკეთებ და ეს ქარხნულია და სულაც მაგით ხელით ვერ გააკეთებ მეთქი ხო და ასე რომ არ იტარდო და ზოგადად რაც არ უნდა იყოს
როგორიც არ უნდა იყოს, რამდენლარიანიც არ უნდა იყოს, ღირებული არის ადამიანი ჩემთვის. და ის ყველაფერი მე ეთიც უნდა გაგახაროს, ეგ სულ სხვა თემა. როცა ადამიანი ღირებული, ნებისმიერი თუნდაც 20 წუთიანი რამ ისიც ღირებული ხდება შემთვის. ასე ხდება. გამარჯობა ბავშვებო, მე თქვენთვის რაღაც საჩუქარი მაქვს. განახოთ, პაპა. ეხლა განახებთ თუ რაც საჩუქარი მაქვს. აი ეს გავაფირადებ აი ხო? აი ეს მინდა რომ ყველაფერი თეთრად დავტოვო და მოდი სხვაზე გადავიდეთ. ჯერ ესენი არა დამალე გავაფირადებთ. აი ისინიც მაქვს. როგორც ხედავთ ხა? აი ესაც მოდი ახლა ჩავაკრათ სტიკერები. ჯერ არ ჩავაკრათ სტიკერები ჩემო მაყურებლებო. მე მაქვს თქვენთვის რაღაცა. მე რაღაცა უნდა გავაფერადო თქვენთვის. აი ის უნდა გავაფერადო. ამიტომ მე სტიკერები უნდა ჩავაკრა. თორე ისე ვერ გამოვალამაზი. ჩუმად რაღაცა უნდა გითხრათ. იცი რა? ჩუმად კი არ უნდა გითხრათ რაღაცა. აი სტიკერები მთელი მაქვს მე როგორც ხედავთ და კიდე 2 მაქვს. მე თქვენთან ერთად რაღაცას გავაკეთებ. მოდით, აი მე ტელეფონს წავიღებ. კაით? რატომ და ჩემთან და მოვიტანო რომ გავაფერადო. ადი მოიტანე და არ აიღო ტელეფონი. 2 წუთით არ დამეღოდეთ. დაგელოდები ან არა ტარო ხოლმე ტელეფონი მარია. ვერიპოვე? ბავშვებო, აი მეც მოვედი. 2 წუთი დამეღოდეთ. მოიცა, კარგად დავაკვირდე. კი. დამეღოდეთ. ხო? აქ როგორც ხედავთ, მე გავაზუსტავე სახლი. მე ხლა თმები შევიჭერი. საყურეებიც გავიხრიტე. რა თქმა უნდა, სულ აი ასე ვამბობ. მინდა თქვენთან რომ აი ახლა მოდით გავაფერადოთ გვაყოფა საუბარი და ახლა მოდით დავიწყოთ ჩემო მაყურებლებო. გავაფერადო ნამძღვრები, გავაკეთო მე თვითონ ბანანით კეთდება კიდე, ორცხობილად იკეთდება კიდე, შოკოლადით კეთდება კიდე, არაჟანი და ხაჭოდ იკეთდება, მიქსერით კეთდება და კიდე იცი რა უნდა გითხრათ? აი, კიდე შეიძლება მაცივარშიც შედო და ღუმელშიც. აი ახლა სტოპ დამელოდეთ. აი ეს ჩემი მაგიდა და თქოთ ისიც ჩემი მაგიდა. ხატავ რაღაცებს ვაკეთებ მაგარს და ხო ჩოლკა გავიწორო. აი ჩოკოც გავიწორი. არჩოდით დამალოდეთ. რა ფერი გქონდა?
გარს მოვიოთ. ცოტა თეთრი რომ აი ესეც გავამყურნაო. რომ ნახე თეთრი არ გადაცა კარაფიზე. ბავშვებო ხომ ეთანხმებით. ამ პროგრ გადაიხადოს. ხომ ეს სახასავი მაქვს. თამელოდეთ ორი წუთით. სახასავი ჩამივიდა. ხომ მე დავუმალები. აი მეც მოდი სახასავი ჩამივარ და ბოდიში ცხური მეფხანებოდა. და დემავასარი გადაება. ბოხში ვიყავი და რამიკაც დაღამდა მეთქი დავიღალე და წამოვწვევი და ტელეფონს უყურებოდი და მაგით არ მცალიოდა ბაღში დავდიოდი მთელი დღე და მაგით არ მცალიოდა ვიდეოს გადაღების დროს. ახლა კი გავზომე. აით Ayo, corto ayo. Va, nori. Nori, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 12. მაყურებლებო. კიდე? გამდა გითხრათ. რომ დედას დაეხმაროთ არხი უნდა გამოიჭროთ და ვიდეო დალაიქოთ და კომენტარი დაწეროთ. აი ხვაკი შიჩუმე და მე უნდა დავხატო. და შენ ჩუმად ცოტა ხანი. და შემდეგ ვიდეოში დალაგებას დაგახმარებინებ. Udi ფერად უნდა გავაფირადო. ახლა არ გამარჯობა. მოგეშინათ მე ყოველთვის თუნდა მივიქნები. არ გეგონოთ რომ სათხანზე წანდრა. ვარდის ფერში შაურე რომ კარგი გამოდის და მამას მოიწონეს. კარგად ვაფერადებ ხო ბავშვებო? ხომ არ გამაგიშოთ? არ გამაგიშებთ რომ მიცოდე? ეხლა მე პიუტიკერებს ჩავაკრავ ჯერ. ოი. შენ მოუყევი იქ რო იყავი სპექტაკლზე? ოი, დამოვიწოდა. ბავშვებო სპექტაკლზე ვიყავი. რას უყურე და ბატის ჭუკს. ეხლა მოგიყავ თუ რა გავაკეთე იქ ბატის ჭუკზე. ჯერ გამოვიდა მელა. მე თქვა რომ ბავშვებო, მე ისევ ჭიჭლა გამოვიდა იცი როგორ ჭუკ. და მე იცი რა ქნა ჭიჭლა დაიმალა და იმღერა. დამსახიაბმა თქვა რომ უხროგორ გამაჯავრა მაგის თუნავსახშელმაო და მე
ბავშვებო მეძინება და როცა წაიყვანს მელა და ურანი ტყეაო და მერე კიდე იცი რა თქვა სახიობმა მე დაუძინებო და ჩუმად მიიყარა მელა და გავახვიცეთ ჩვენ და მერე იცი რა ქნა ელიამ ისევ დაიჯინა მსახიობმა და მერე კიდე მიახვავდა მელა და მიახვავდა და მერე კიდე იცი რა ქნა მიახვავდა კიდე გავაღვიძეთ მერე ჩვენ ხომ გითხარით ბავშვებო ეს უღრანი ტყია და როცა ახლოს მივა ეგრევე გამაღვიძეთ კარგით აი და ჩვენ უღრანი ტყაი და მერე იცი რა უნდა გითხრათ აქ გორიშტიკ უფს იცი კიდე რა გვითხრეს კიდე ჩუმად მიპარა მელა წაიყვანა ბატი ჭუკმა და მსახიობმა ჩვენ გავაღვიძეთ მსახიობი და მაინც ვერ გაიმღუძა მსახიობი და წერან გაიმღუძა მსახიობი და საწოვიდო და მერე იცი რა ქნა მელამ წაიყვანა და სატარიო წაიყვანა მელამ და მერე იტირა მსახიობმა ბატის ჭუკი დამთავრდა კი არა კაი ესე მოვიფიქრე ბავშვებო მერე გამოვიდა საზუნა და მერე იცი რა ქნა საზუნა ბოია და მერე კიდე იცი რა ქნა და აი ესე მოვიფიქრე ჯერ ვიმყაროთ სიმღერა დავიჭიროთ მელა და ეგ სიმღერა და მერე იცი რა მოხდა ჩვენ უყურეთ აუ ძაღლები იყვნეთ ჩვენ და დავკილოთ აუ და მერე ისევ მელა გამოვიდა ბიჭი იდგა და დავამხეთ ჩვენ თავზე მელიას ჯოხი და მსახიობმა თქვა რომ დამხო ჯოხი და მერე მოკლედ მოყევი დედიკო ცოტა და მერე იცი რა თქვა მელამ რა თქვა და მე არ ვარ საშიში არ ვიტყუებოდი და ჩვენ თქვით რომ იტყუებოდი არა და მერე კიდე დავამხოთ თავზე და გავსაწიწილოს თავი და ყველაფერი მერე გამოვიდნენ გოგოები და ბიჭები და მერე თქვენ მადლობა გადაუხადეთ მაყურებელს მადლობა გადაუხადეთ თქვენ ტაშით გადაუხადეთ ხო მადლობა ჩვენ ტაშით არ გადაუხადეთ რითი და უკან გადაუღადეთ მადლობა. ხო, ტაშს უკრავდით და ეგ ნიშნავს მადლობას და. კარგი, დაემშვიდობე საყვარელო ტელეფონი მიმაქვს და. ახლა დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ დედას ტელეფონი მეაქვს. და ბოდიშით მე გავაგრძელებ ვიდეოს. აღარ თქვენ და მე. ახონდი. აცნი